საღამოშვიდობის 5 დეკემბერს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან სიახლეებს გიზიარებთ BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით წინა თვესთან შედარებით საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 213 მილიონ 200.000 დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეროვნული ბანკის მონაცემებით რეზერვები 5 მილიარდ 800 მილიონ დოლარს ცდება. წლიურ ჭრილში რეზერვები მილიარდ 700 მილიონი დოლარით, ანუ 41%-ით არის გაზრდილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინებების საფუძველზე 5 პირი დააკავა. სუსის ინფორმაციით ჯამში პასუხისგებაში 14 ადამიანია მიცემული. პრემიერის განცხადებით მთავრობა საქართველოსთან მიმართებით შეერთებული შტატების პოზიციის გამოვლინებას მოუთმენლად ელოდება. კობახიძე იმედოვნებს, რომ ამერიკული ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვლება. ქვეყნის ბიუჯეტს სახელმწიფო ქონების, მათ შორის წყალტუბოს სანატორიუმების, ასევე ოქროს საცავის და სხვა შენობების დაცვა მომავალ წელს 6 მილიონი ლარი დაუჯდება. ქონების ეროვნული სააგენტო შესაბამისი მომსახურების შესყიდვას გამარტივებულად აპირებს. გალტენტაგარტის კვლევით ოქტომბერში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე წინათვის რეკორდული გაყიდვების შემდეგ მოთხოვნა დანორმალიზდა, თუმცა გაყიდვები პირველად და მეორეულ ბაზარზე კვლავ მაღალ ნიშნულზეა. 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით წინა თვესთან შედარებით საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 213 მილიონ 200.000 დოლარით არის გაზრდილი და რეკორდულ მაჩვენებელზეა. ეროვნული ბანკის სტატისტიკა მიუთითებს, რომ რეზერვები 5 მილიარდ 800 მილიონ დოლარს გასცდა. წლიურ ჭრილში რეზერვები მილიარდ 700 მილიონი დოლარით, ანუ 41%-ით არის გაზრდილი. რეზერვების მატება ეროვნული ბანკის სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვებს უკავშირდება, რაც უკვე მილიარდ 800 მილიონ დოლარს აჭარბებს წლის განმავლობაში. სავალუტო შესყიდვების დეტალური სტატისტიკა 25 დეკემბერს იქნება ხელმისაწვდომი. გარდა რეზერვების შესყიდვისა, მათი ზრდა წელს ოქროს ღირებულების მკვეთრმა მატებამაც განაპირობა. სებმა 7,2 ტონა ოქრო 2024 წლის გაზაფხულზე 500 მილიონ დოლარად იყიდა და ეს მარაგი მაშინ უკვე 961 მილიონ 800.000 დოლარით არის ახლა შეფასებული. შესაბამისად, ოქროს გაძვირებით ეროვნულმა ბანკმა 462 მილიონი დოლარის სარგებელი მიიღო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინების საფუძველზე 5 პირი დააკავა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი სუსში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნავს, ჯამში პასუხისგებაში 14 ადამიანია მიცემული. რაც შეეხება ამ საქმეებს, პირველი მარნეულში ქრთამის აღების ფაქტს უკავშირდება და დაკავებული არის მარნეულის მეოთხე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტაციის გაცემისათვის საჭირო გამოცდის ვითომდა ჩაბარების სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს $300 გამოართვა ქრთამის სახით. მეორე საქმე ასევე ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტს ეხება. ფაქტზე დაკავებული არის შუახევის მუნიციპალიტეტის მერის თანამშრომელი, რომელმაც საცხოვრებელ სახლზე ადრე გაცემული გეოლოგიური დასკვრის ჩანაცვლების გზით ეკომიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 50,000 ლარიანი თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ახალი საინჟინრო გეოლოგიური დასკვრის დამზადების სანაცვლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უსაფრთხოების გადასაცემად ერთ-ერთ მოქალაქეს 3,000 ლარი მოსთხოვა, წინასწარ გამოართვა აქედან 1,500 ლარი და დარჩენილი 1,500 ლარის გადაცემა დასკვნის მომზადების შემდეგ ითხოვა. კიდევ ერთი საქმე თბილისსა და საგარეჯოში ყალბი დოკუმენტის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 მოქალაქის დაკავებით დასრულდა. გამოძიების ინფორმაციით შეპესე ჰორიზონტი 23-ის დირექტორმა დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით შეპესე არ კიტრავს ფიქტიურად მიაღებინა მონაწილეობა ტენდერში და მერიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სამუშაო მთლიანად შეპესე ჰორიზონტი 23-მა შეასრულა. ამავე დროს შეპესე ინსპექტორზე დამხედველმა პირებმა სამუშაოებზე ყალბი ინსპექტირების ანგარიში გასცეს და შედეგად 99,727 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტი დაფიქსირდა. მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული სახით პასუხისგებაში არიან შეპესე ლოგის დირექტორი, შეპესე SK 2000-ის დირექტორი და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ტექნიკური ზედამხედველი. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობის და ლოგის შორის
2023 წლის 3 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება მუხიანი 2-ის დასახლებაში სამეგრელოს ქუჩის კანალიზაციის გარექსელის მოწყობასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე. ღირებულებით 572,907 ლარი. ამ სამუშაოების კონტროლი თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წყალსადენ კანალიზაციის და სანიაღვრე ქსელების ტექნიკურ ზედამხედველ პირს დაევალა. შპს ლოგის დირექტორმა შპს სკ 2000-ის დირექტორთან ერთად დაამზადა ყალბი დოკუმენტები. თითქოს და 3738 კუბური მეტრი მოჭრილი გრუნტი 178 რეისად გაიტანეს 12 კილომეტრის მანძილზე მდებარე ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე, რაც სინამდვილეში შპს ლოგის მიერ არ განხორციელებულა და მოჭრილი გრუნტი გადაყრილი იყო სამუშაოების განხორციელების ადგილას მდებარე ხევში. გრუნტის გატანის და განთავსების შესახებ ყალბი დოკუმენტაცია თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიაში წარადგინეს, სადაც ზედამხედველის მიერ ყალბი აქტი შედგა, რომელშიც მითითებული იყო 3738 კუბური მეტრი მოჭრილი მიწა თითქოს ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე იყო გატანილი. ეს ყალბი მონაცემები კი ასახული იყო შემდეგ შესრულებული სამუშაოს აქტებში ფორმა ნომერ 2-ში, რის საფუძველზეც შპს ლოგის გლდანის რაიონის გამგეობიდან 104,290 ლარი ჩაერიცხა. მეხუთე საქმეც ქრთამის აღების ფაქტს უკავშირდება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ამ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი მიეცა, რომელმაც ქობულეთში და აუთაღმაშენებლის გამზირსა და თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 3000 ლარი და აქედან ეტაპობრივად 2000 ლარი გამოართვა. კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სუსში იყო დღეს წარმოდგენილი, უკავშირდება ასევე ქრთამის აღებას და ქრთამის აღებაში დახმარებას. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ოზურგეთის მერის ყოფილი წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მოქმედი უფროსი სპეციალისტი არიან წარდგენილები, რომლებმაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში კაპროვანში ზღვისპირა ზოლში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 517 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთის ნებართვის გარეშე სარგებლობის და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 4000 ლარი. აქედან წინასწარ 2000 ლარია გამოთმეული. ბათუმის ნავთობტერმინალი კომპანიის მენეჯმენტის 3 წევრის დაკავებასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მისი თანამშრომლები ადგილზე არიან და ტერმინალი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას. ამავე დროს ნავთობტერმინალში აღნიშნავენ, რომ დამატებითი კომენტარისგან ისინი თავს შეიკავებენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით შპს ბათუმის ნავთობტერმინალის ხელმძღვანელმა პირებმა ტერმინალის რეზერვუარებში არსებული 10000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულებაც 15 მილიონ ლარს აღემატება, საბაჟო პროცედურების გვერდისავლით და მისგან მალულად განკარგეს. შპს ბათუმის ტერმინალის ყველა მუშაკი იმყოფება სამუშაო ადგილზე. ტერმინალი ახორციელებს თავის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ტერმინალის და მისი მუშაკების სამართლებრივი ინტერესები და უფლებები არის დაცული. გამოძიების საიდუმლოების დაცვის მიზნით კანონმდებლობის მოთხოვნის გათვალისწინებით შპს ბათუმის ნავთობტერმინალი თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან აღნიშნულია კომპანიის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში. ვიპი ბაქო სუბსისა და ბაქო თბილისი ჯეიჰანის მილსადენების ოპერატორი აღარ იქნება. ბაქო სუბსა და ბაქო თბილისი ჯეიჰანის ოპერატორის როლის გადაცემასთან დაკავშირებით კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს. ეს BMG-ს კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობაში განუცხადეს და განმარტეს, რომ ვიპის არსებული კონტრაქტების ფარგლებში შესაბამის მხარეებთან მილსადენების სისტემის ოპერატორის როლის გადაცემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მოიცავს ბაქო სუბსის საქართველოში მდებარე მოწყობილობების დაბრუნებას საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის ან მის მიერ დასახელებული ოპერატორისათვის. ასევე ბაქო თბილისი ჯეიჰანის მენეჯერისა და ბაქო თბილისი ჯეიჰანის სამხრეთ კავკასიური მილსადენის ზოგადი ოპერატორის როლების გადაცემა სოკარ მიდსტრიმისათვის საქართველოზე გამავალი 2 ნავთობსადენის ოპერატორიდან გასვლის მიუხედავად ვიპი ბაქო თბილისი ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიური მილსადენის აქციონერად რჩება. კომპანიამ ბაქო თბილისი ჯეიჰანის მილსადენში 30.1% და სამხრეთ კავკასიის მილსადენში 29.99% ფლობს.
ქვეყნის ბიუჯეტს სახელმწიფო ქონების, მათ შორის წყალტუბოს სანატორიუმების, ასევე ოქროს საცავის და სხვა შენობების დაცვა 2026 წელს 6 მილიონი ლარი დაუჯდება. ქონების ეროვნული სააგენტო შესაბამისი მომსახურების შესყიდვას გამარტივებულად აპირებს, რაშიც 6,40,058 ლარის გადახდაა დაგეგმილი. შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, მათში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ნივთებით და ასევე სააგენტოს სავაჭრო ობიექტების ოქროს საცავის, ადმინისტრაციული და სხვა შენობების დაცვის მომსახურება, საგანგაშო სიგნალიზაციით და ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვილი ცოცხალი ძალის მეშვეობით. შესყიდვასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანება ქონების ეროვნულ სააგენტოს 3 დეკემბერს აქვს გამოქვეყნებული. არაბი ტუროპერატორები საქართველოში ფასების ზრდაზე წუხან. მათი შეფასებით სასტუმროების ფასები გაზრდილია, რაც მათ ოპერირებაზე ნეგატიურად აისახება. სასტუმროების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა მიმართულებით გაზრდილი ფასების გამო სასტუმროებს ოპერირება თავადაც გაუძვირდათ, თუმცა ფასების შენარჩუნების მცდელობის ფონზე მოგების მარჟა შემცირდა. პასიური შემოდგომის შემდეგ ტურისტული ბიზნესი გამოცოცხლებას ახალი წლის სეზონზე და ზამთრის კურორტების მიმართულებით ელის. დანარჩენთან დაკავშირებით როგორი არის მოლოდინები და შეფასებები, ეკა გაზდელიანის სიუჟეტი ვნახოთ. Masar Travel ერთ-ერთია, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში გაზრდილი ფასები ტუროპერატორებს პრობლემებს უქმნის. ყველაზე მეტად კომპანიაში სასტუმროების გაზრდილი ფასები აწუხებთ, რაც მათ ოპერირებაზე ნეგატიურად აისახა. კომპანია საქართველოდან არაბულ, ინდურ და პაკისტანურ ბაზრებს ემსახურება. ტუროპერატორის თქმით, ეკონომიური სეგმენტის ტურისტები გაძვირებულ ფასად ტურპაკეტებს აღარ ყიდულობენ. ფასები გაიზარდა და კიდევ იზრდება, სერვისი კი იგივეა. მოდით ვისაუბროთ სასტუმროს ფასებზე. შესაძლოა ზოგიერთ კომპანიას ან დიდ კორპორაციას ძალიან კარგ კონკურენტულ ფასს თავაზობენ, მაგრამ თუ ეს საშუალო კომპანია ან კომპანია, რომელიც ბაზარზე მხოლოდ 4-5 წელია ოპერირებს, მას ფასების გამო არ შეუძლია დიდი კონკურენციის გაწევა, რადგან მათ შორის სხვაობაა. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი. ფასები სასტუმროებსა და კურორტებზე. თუმცა ახლა უფრო მეტი იხსნება, მეტი კურორტი, მეტი სასტუმრო. ამიტომ შესაძლოა მომავალში უკეთესი მდგომარეობა იყოს. სექტორში ფასების ცვალებადობის დინამიკას არაჯანსაღი კონკურენციის მიზეზებით ხსნიან სფეროს მოთამაშეები. აზიის და სპარსეთის ყურის ქვეყნების ვიზიტორების მოზიდვა კონკურენციის გამო ტუროპერატორებმა და სასტუმროებმა თავიდანვე არაჯანსაღად დაბალი ფასის შეთავაზებით დაიწყეს. შედეგად ტურისტების ეს სეგმენტი საქართველოს მიმართულებებზე ახლაც საშუალოზე დაბალ ფასებს ელოდება და ოდნავი ცვალებადობაც კი აფრთხობს. სამწუხაროდ თავიდანვე ვერ გაითვალა ის, რომ კონკურენცია უნდა გაწეულიყო არაფასით, არამედ ხარისხით და რომ ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ აღმოსავლურ ბაზარზე შევსულიყავით საკმაოდ კარგი ხარისხის, კარგი ფასებით და წავიდა დამპინგი. საბოლოოდ ეს მივიღეთ რამ მდგომარეობაშიც ახლა ვართ, რომ კიდევ უფრო დაბალ ფასს გთხოვენ. მაშინ, როდესაც სასტუმრო ნომრის ფასი რა კომპონენტებითაც მიიღება, ყველა კომპონენტში ფასების მატება გვაქვს. დაწყებული სასტუმროს გადასახადებით კვება, თეთრეული რეცხვაც კი, პროდუქტები, აბსოლუტურად ყველაფერში. სასტუმროების სექტორში ამბობენ, რომ ოპერირება თავადაც გაუძვირდათ. ფასების შენარჩუნების მცდელობის ფონზე ჰოტელიერებს უწევთ საოპერაციო ხარჯები გაზარდონ, თუმცა მოგების მარჟა შეიმცირონ. განსაკუთრებით კრიტიკული სექტორისთვის ნოემბერი გამოდგა, როცა ტურისტულმა ნაკადებმა იკლო და 5 ვარსკვლავიან სეგმენტს 4 ვარსკვლავიანის ფასად უწევდა ოპერირება. ოთახის საშუალო ღირებულების ფასი არ არის ის, რასაც დღეს თქვათ ნებისმიერი ჰოტელიერი ისურვებდა. თუმცა მეორე მხრივ ჩვენ ადგილზე გაგვიძვირდა პროდუქტები, რომლისგანაც ვქნით ამ საბოლოო ტურისტულ პროდუქტს. ამასთან ერთად ის გუნდი, რომელიც ჩვენთან მუშაობს, მათი ხელფასებით წყობს ყიდულუნარიანობას კარგავს, ანუ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მათ ხელფასებსაც მოუმატოთ და შესაბამისად რა ხდება, ანუ პროდუქტის ფასი გაგეზარდა, ხელფასები უნდა გაზარდო, მაგრამ საბოლოო პროდუქტის ფასს ვერ ზრდი, იმიტომ რომ ვერ იქნები კონკურენტული ბაზარზე. და უკვე ბიზნესის ამონაგები გამოდის ძალიან პატარა მარჟა. ფასების ზრდა ეს არის თამდევი პროცესი, ზოგადად ეკონომიკურ ჭრილზე რო გავაკეთოთ აქცენტი და შესაბამისად ტურიზმიც და მასპინძლობის სექტორიც ვერ აცდა ამ პროცესს, გარკვეული ინფლაციების ფონზე ხდება ფასთა ზრდა და შესაბამისად ეს განპირობებულია ხშირ შემთხვევაში იმ შესყიდვებიდან, რომელსაც ზოგადად ბიზნესი ეწევა
და შემდეგ ესე ვთქვათ მიწოდების ნაწილში თავისთავად უკვე გამოწვეულია გაძვირებული ავიამიმოსვლის ფონზე თუ ქვეყნის შიგნით არსებული პროდუქტების შეთავაზებაში მსგავსი ტიპის ესე ვთქვათ გაძვირებები დაფიქსირებული. ტუროპერატორები და ჰოტელიერები ახლა ზამთრის ტურისტულ სეზონს ელოდებიან. საახალწლო დეკორაციები და ზამთრის კურორტები თითქმის ყველა სეგმენტის ტურისტს იზიდავს. მოსალოდნელია, რომ ბაზარი გამოცოცხლდება, რადგან ამ პერიოდისთვის სტუმარ-მასპინძლობის სექტორს აქტიური ჯავშნები აქვს. კარგი მოლოდინი გვაქვს, იმიტომ რომ უკვე დაგეგმილი გვაქვს. ამ დროს სომხეთის ბაზარი ძალიან აქტიურობს, ფაქტობრივად რამდენიმე დღე მთელ თბილისში იქნება ყველა სასტუმრო დაჯავშნილი და როგორც გითხარით, ამ მხრივ ჩვენი მეზობელი ქვეყანა იქნება ესე სრულად წარმოდგენილი. გარდა ამისა, ზამთრის კურორტები გახდება აქტუალური და რაც მოგცემს იმის საშუალებას, რომ მეტ ევროპელ სტუმარს ვუმასპინძლოთ. ამ მხრივ მე ვფიქრობ დეკემბრის ბოლო, იანვრის პირველი ნახევარი უფრო დადებითი ცვლილებები გვექნება. იმედი გვაქვს მომავალი წლის, უბრალოდ დამდეგი წლის სეზონი იქნება ასე ვთქვათ დიდი ინტერესის სფერო, აქედან გამომდინარე, მინდა ყურადღება გავამახვილოთ ჩვენ სამეზობლო ქვეყნებზე, რომლებიც ხშირად სტუმრობენ და მეტი წელით მათგან განისაზღვრება, ესე ვთქვათ ვიზიტორთა რაოდენობა, თავარია ჩვენ დავახვედროთ ძალიან მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, დავახვედროთ ყოველთვის ვცდილობთ რომ აქცენტი გავაკეთოთ სერვისზე და შესაბამისად გაუმჯობესებული სერვისი და ამ ჭრში იმედი გვაქვს რომ წლევანდელი სეზონი, ზამთრის სეზონი ჩაივლის წარმატებით. მიუხედავად მოსალოდნელი გამოცოცხლებისა, ტურიზმის კორპორატიული სეგმენტი კვლავ კრიზისში რჩება. ხორეკა სექტორში ამბობენ, რომ საქმიანმა იგივე მაის ტურიზმმა ძიმე დარტყმა პანდემიის და რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მიიღო და ეს მიმართულება სრულად ჯერ კიდევ ვერ აღდგა. საქართველოში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ოპერირების შეჩერებამ და ადგილობრივი კომპანიების მხრიდან კორპორატიული ღონისძიებების შემცირებამ სასტუმრებს შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო მოაკლო. ჰოტელიერების თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს მაის ტურიზმის რეგიონული ჰაბი, თუმცა ამჟამად ამ მიმართულებით მეზობელი ქვეყნები ბევრად ეფექტურად ვითარდებიან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მე-5 მილიონი მგზავრს უმასპინძლა. ეს ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა. მე-5 მილიონი მგზავრი საფრანგეთის მოქალაქე პიერ ბარეტი გახდა, რომელიც თბილისიდან პარიზში გაფრინდა. ტავ-ჯორჯემის სიმბოლური საჩუქრები დააჯილდოვა. კომპანიის ინფორმაციით, ეს წელი ორივე აეროპორტისათვის რეკორდულია. პროგნოზით 2025 წლის ბოლოს თბილისის და ბათუმის აეროპორტები 6.600.000 მგზავრს მოემსახურება. 11 თვეში მგზავრთა ნაკადი დედაქალაქში 13%-ით, ბათუმში კი 30%-ით გაიზარდა, ხოლო საერთო რაოდენობამ 6.100.000 გადააჭარბა. ძალიან სასიხარულო დღეა ჩვენთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის. დღეს ჩვენ გვყავს მე-5 მილიონი მგზავრი თბილისის აეროპორტში წლის განმავლობაში. რაღაც ციფრებიც ესე ვთქვათ სიმბოლურად დაემთხვა. როცა დავიწყეთ ოპერირება 2005 წელს, ჩვენ გვყავდა 540.000 მგზავრი. 2025 წელს ჩვენ გვყავს 5 მილიონი და ჩავხურავთ წელს 5.400.000 მგზავრით. და 2025 წლის 5 დეკემბერს მე-5 მილიონი მგზავრი. საფრანგეთიდან ვარ და ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, თბილისში. ძალიან სასიამოვნო იყო ძველი თბილისის აღმოჩენა და ის თბილი მიღებაც, რაც ხალხისგან იგრძნობოდა. ძალიან მოგვეწონა ადგილობრივი საჭმელი და ღვინოებით. საფრანგეთშიც ვაწარმოებთ ღვინოს, მაგრამ აქ მართლაც იგრძნობა ღვინის უძველესი ტრადიცია და ისტორია. აეროპორტში ყველგან კამერები რომ დავინახე, ვიფიქრე ალბათ მინისტრი მოვიდოდა ამ პრეზიდენტი. ძალიან მადლიერი ვარ თქვენი აი ასეთი დახვედრისთვის. ვიპი სუფსისა და ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენების ოპერატორი აღარ იქნება. ოპერატორის როლის გადაცემაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. ფიჩმა TBC ლიზინგის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა და საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა. მომავალ წელს ყურძენი, რომელიც 7%-ზე დაბალი შაქრიანობის იქნება, გაცილებით დაბალ ფასად ჩაბარდება. ღვინის ეროვნული სააგენტო 2026 წლის რთველისთვის ახალ ფასებს აანონსებს. სურსათის სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობის, კერძოდ ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო რძის პროდუქტების მწარმოებელ შპს ველის საწარმოო პროცესი შეუჩერა.
ქალაქის იერსახის შენარჩუნების და საპარკინგო სივრცეების გამო თავისუფლებისათვის ამორტიზებული ავტომობილებისაგან ბათუმის ქუჩების გაწმენდა დაიწყო. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ამით მეტი თავისუფალი საპარკინგო ადგილის უზრუნველყოფა მოხდება და გეგმაშია სატვირთო ავტომობილების და კომერციული მიზნით დაპარკინგებული ავტომობილების ცენტრალური უბნებიდან გაყვანა. კალტენტაგარტის კვლევის მიხედვით 2025 წლის ოქტომბერში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე წინათვის რეკორდული გაყიდვების შემდეგ მოთხოვნა დანორმალიზდა, თუმცა გაყიდვები პირველად და მეორეულ ბაზარზე კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ოქტომბრის მიმოხილვით მიწოდების მხარეს წელს ჯამურად გაცემული ნებართვების მოცულობა მცირედ იტკლება აჩვენა, თუმცა მაღალ დონეზე შენარჩუნდა, რაც მოთხოვნის დასტაბილურების მიუხედავად ქმნის ჭარბი მიწოდების რისკებს და ზღუდავს ფასის ზრდის პოტენციალს. 2025 წლის ოქტომბერში საჯარო რეესტრის მონაცემებით გაყიდული ბინების რაოდენობა 4222 შეადგინა. აქედან მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 10.1%-ით გაიზარდა. 10 თვეში 1.6% იყო წლიურ ჭრილში ზრდა. პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურ ჭრილში 13.7%-ით არის გაზრდილი. 10 თვეში კი 5.9%-ით ზრდა წლიურად. კალტენტაგარტის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის თანახმად, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს. 2025 წლის ოქტომბერში გაყიდვები წლიურად 26.7%-ით გაიზარდა. ჯამურად 10 თვეში გაყიდული ბინების რაოდენობამ 19.6%-ით ზრდა აჩვენა. კალტენტაგარტის სისტემური დეველოპერების გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს ამასთან დაკავშირებით. 10 თვეში დედაქალაქში სულ 34204 ტრანზაქცია დარეგისტრირდა და გაყიდული ბინების ჯამური ღირებულება $2.8 მილიარდი იყო. ზრდა წლიურად 13%-იანი. 2025 წლის ოქტომბერშივე 17 საცხოვრებელ პროექტზეა ნებართვა გაცემული, რომელთა ჯამური საცხოვრებელი ფართი 139,487 კვადრატული მეტრი იყო. კლება 44.9%-ია წლიურად. 2025 წელს გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურ ჭრილში 6.1%-ით კლებას აჩვენეს და კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებულია. შესაბამისად, გაზრდილი მიწოდების რისკები კვლავ საყურადღებოა. ფასებს რაც შეეხება ოქტომბერში უძრავი ქონების ფასმა პირველად ბაზარზე ზრდა გააგრძელა და თვიურ ჭრილში 6.1%-ით მატება აჩვენა $1042-მდე. მეორადი ბაზრის ახალ პროექტებს რაც შეეხება, რაც გასული 2013 წლიდან ნებართვებით არის აშენებული, ფასი წინა თვესთან შედარებით 1.8%-ით შემცირდა და $1286 შეადგინა. უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები დასტაბილურდა, თუმცა გაზრდილი მიწოდება საყურადღებო რჩება. ასე აფასებენ ანალიტიკური ორგანიზაციები სექტორში დღეს არსებულ ვითარებას. TBC კაპიტალის ინფორმაციით წელს 10 თვეში დედაქალაქში სულ 33217 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 3%-იანი ზრდა. მზარდია გაცემული სამშენებლო ნებართვებიც, რაც ანალიტიკური ორგანიზაციების შეფასებით სამომავლოდ კვლავ ქმნის ჭარბი მიწოდების რისკებს. თავად უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლების ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ბაზარზე ვითარება სტაბილურია, ნაწილის განცხადებით კი არასტაბილურ გარემოს გარკვეული ტიპის უძრავი ქონების რეალიზაციაზე გავლენა მაინც აქვს. რა ტენდენციებია უძრავი ქონების სექტორში და იქნება თუ არა ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკები, დეტალები სიუჟეტში ვნახოთ. თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა დასტაბილურდა და წლიურ ჭრილში გაყიდვები ზრდა ფიქსირდება. TBC კაპიტალის უძრავი სექტორის მიმოხილვის თანახმად წელს 10 თვეში დედაქალაქში 33217 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 3%-იანი ზრდა. ორგანიზაციის თანახმად პარალელურად ამისა მზარდია გაცემული სამშენებლო ნებართვების მოცულობაც და წელს 10 თვეში ამ მიმართულებით 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ანალიტიკური ორგანიზაციების შეფასებით მიუხედავად მზარდი გაყიდვებისა, გაზრდილი მიწოდება საყურადღებო რჩება, რადგან ბოლო წლების განმავლობაში უფრო სწრაფი ტემპით იზრდება გაცემული სამშენებლო ნებართვები, რაც გარკვეულწილად ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკებს ქმნის. 2025 წლის 10 თვე რომ შევაჯამოთ, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრისთვის შედარებით მერყეობით ხასიათდებოდა, როგორც აღნიშნეთ, დასაწყისი შედარებით ჩენელებული იყო და შემდეგ უკვე გააქტიურდა უძრავი ქონების ბაზარი. 10 თვე რომ შევაჯამოთ, ოქტომბრის თვე
იყო განსაკუთრებით აქტიური, ეს განპირობებული იყო იმით, რომ ბევრი მსხვილი დეველოპერული პროექტი ჩაბარდა, ასე რომ ვთქვათ, ექსპლუატაციაში შევიდა და ეს ტრანზაქციები რაც ადრე შიდა განმარტებით იყო დარეგისტრირდა უკვე საჯარო რეესტრში 2025 წლის 10 თვეში ჩვენ რასაც ხედავთ არის კვლავ გაზრდილი ტემპი სამშენებლო ნებართვების 10%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია ბაზარზე უფრო და უფრო მძაფრი ხდება, პოტენციური მიწოდების ზრდის ტემპი არის სწრაფი და მაღალი და მომდევნო პერიოდებში მნიშვნელოვანი იქნება, როგორ აუწყობს მოთხოვნა ფეხს მიწოდებას. 2023-დან 25 წლამდე 60,000-მდე ბინა გაიყიდა, მაშინ, როდესაც 85,000-ზე მეტი ახალი ბინის მშენებლობა დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზარდა მიწოდება, გაიზარდა კონკურენცია და ბუნებრივია პირველ რიგში ეს აისახა იმაზე, რომ ფასის ზრდა ბევრად უფრო გართულდა, ვიდრე ეს აქამდე ხდება. მიწოდების მხარე არის მთავარი პასუხი ამ ყველაფერზე, ანუ მიწოდების მხარეს არის საჭირო, რომ შენელდეს ნებართვების გაცემა, რათა მოთხოვნა და მიწოდება, რაც დისბალანსშია დღეს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს. თავად უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლების ნაწილი კი ამბობს, რომ სექტორში ვითარება სტაბილურია და ამ ეტაპზე ჭარბი მიწოდების რისკები ნაკლებად იკვეთება. უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციაში ამბობენ, რომ როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა მზარდია. ის ტენდენცია, რომელიც დღესდღეობით გვაქვს ქვეყანაში და გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი არის მზარდი და საკმაოდ სტაბილურად მზარდი, ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ ის გაცემული ნებართვები, რომელიც გარკვეულწილად დროში გადანაწილებულია ხოლმე, ანუ იშვიათად არის ისე, რომ გაცემული ნებართვები ძალიან მალევე დაიწყოს მშენებლობის ან გაყიდვის პროცესი, იმიტომ რომ გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, დეველოპერებს მომზადება ჭირდებათ ამისთვის, ამას ეწევა წინა პერიოდებში გაცემული ნებართვები, ანუ საბოლოო ჯამში ჩვენი გადმოსახედიდან საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია თვლით, რომ მიმდინარე ტენდენციები დადებითია და ბაზარს არ ემუქრება რაიმე სახის ჭარბი მიწოდება. ამ ეტაპზე ჭარბი მიწოდების რისკებს ნაკლებად ხედავთ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ის მოთხოვნა, რაც არსებობს ბაზარზე, ამას აკმაყოფილებს ავსებით დეველოპერული კომპანიები, ძალიან ესეთი დასტაბილურებული არის და მიდის ამ ტენდენციისკენ, როგორც ფასი, ისე მოთხოვნა, ესეთი დრამატული არ ჩანს სამომავლო ჩვენი შეხედულებები ფასის ან ესეთი კარდინალურ გაძვირებასთან, ან ფასის კლებასთან დაკავშირებით. უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლების ნაწილის განცხადებით კი მოთხოვნა მზარდია შედარებით ეკონომ და საშუალო კლასის ბინებზე. თუმცა მათი შეფასებით, ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში შექმნილ არასტაბილურ ვითარებას პრემიუმ კლასის უძრავი ქონების გაყიდვებზე ნეგატიური გავლენა აქვს. გაყიდვები მიმდინარეობს, განსაკუთრებით ახლა ბინის მოცულობები დაპატარავდა და ფართობები და შესაბამისად თვითონ ეგრეთ წოდებული ჩეკის მოცულობა დაპატარავდა და ეს რო გამოვიყენოთ ეს ჩვენი ასე ვთქვათ ჟარგონი ბუსტავს ამ სიტუაციას, თუმცა მე ყოველთვის და ყველგან ვამბობ ამას, რომ ეს პოლიტიკური ნაწილი დესტაბილიზაციის და პოლიტიკური რყევები განსაკუთრებით ძვირადღირებული ქონებების, ელიტარული ქონებების ნაწილში გაყიდვების პრობლემებს ქმნის. იმიტომ რომ როდესაც საუბარია თქვა რაღაცა 700,000-ის, 1 მილიონი დოლარის, 2 მილიონი დოლარის ბინაში გადახდაზე, რაც უკვე ფუფუნების საგნად ითვლება, აქ უკვე შეიძლება კითხვები, რომ არის თუ არა ეს სწორი დრო, რომ ეს ამდენი ფული დავხარჯო აქ თუ შევინარჩუნო ეს ჩემ ჯიბეში, სანამ სიტუაცია გაირკვევა. საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მზარდია არარეზიდენტების წილი. კერძოდ, წელს თბილისში გაყიდული ბინების დაახლოებით 20% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდიოდა, თუმცა სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარების ფონზე ევროპული ქვეყნებიდან საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით დაინტერესება შედარებით შემცირებულია. რაღაცა მომენტებში ცოტა უფრო რაღაც ფრთხილად ეკიდებიან უცხოელები მისი უძრავი ქონების შეძენას საქართველოში, ეს ტენდენციაც შესამჩნევია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვთქვათ პოლიტიკური სიტუაცია ქუჩაში მძაფრდება, ეს ძალაუნებურად რაღაცნაირად ამ პაუზას იწვევს. თუმცა ინტერესი ნამდვილად არ არის ჩამქრალი, უბრალოდ შეიცვალა ქვეყნების გეოგრაფია და განსხვავება არის აი ამაში. უფრო გალფის ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, რომლებიც უფრო ინტენსიურად ინტერესდებიან ქართული უძრავი ქონების ბაზრით. ძალიან ბევრი მოთხოვნა შემოდიოდა ევროპელი მყიდველების მხრიდან და ეს მოთხოვნა
გაცილებით უფრო ასე ვთქვათ შესუსტებულია პირიქით. ის ადამიანები, ვინც ფლობდნენ უძრავ ქონებას, მოთხოვნები შემოვიდა ამ უძრავი ქონების გაყიდვაზე. 2025 წლის პირველ 10 თვეში თბილისის უძრავი ქონების პირველად ბაზარზე გაყიდვების დიდი წილი 73% დეველოპერების შიდა განმადებებზე მოდიოდა, ხოლო იპოთეკურ სესხებზე მხოლოდ 12%. როგორც სექტორის წარმომადგენლების, ასევე ეროვნული ბანკის შეფასებით მსგავსი ტენდენცია გარკვეულ რისკებს შეიცავს. სწორედ ამიტომ, როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი დეველოპერების დაკრედიტების წესის გამარტივებაზე მუშაობს, რომლის მიზანსაც მათ შორის ეტაპობრივად შიდა განმადებების იპოთეკური სესხებით ჩანაცვლება წარმოადგენს. 5 დეკემბერს ექსპო ჯორჯიაში უძრავი ქონების გამოფენა იმართებოდა. წელს ღონისძიებაში მონაწილეობას 50-მდე დეველოპერული კომპანია იღებს. მათ შორის არიან ადგილობრივი საბროკერო კომპანიები, რომლებიც ადგილზე სხვადასხვა უძრავი ქონების შეთავაზებებს გააკეთებენ როგორც ახალ აშენებულ, ისე მეორად ბინებზე და კომერციულ ფართებზე. წელს გამოფენის ფარგლებში უძრავი ქონების ტენდენციებზე პრეზენტაციაც შედგა. TBC კაპიტალის მონაცემებით 10 თვეში ბინების გაყიდვები წლიურად დაახლოებით 3%-ით არის გაზრდილი. უძრავი ქონების გამოფენაში მონაწილეობს 50 ქართული დეველოპერული კომპანია, ასევე მონაწილეობენ ბროკერები, ქართული საბროკერო კომპანიები, ასევე საერთაშორისო საბროკერო კომპანიები, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, იმიტომ რომ პირველი შემთხვევა არის, როცა ცალკე ტარდება ასეთი გამოფენა ჩვენი ორგანიზებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯები იმისთვის, რომ კომპანიებმა შეძლონ კიდევ უფრო მეტი მათთვის მნიშვნელოვანი ბიზნეს კონტაქტების დამყარება, ასევე ბაზარზე ყველა იმ რაღაც საინტერესო პროდუქტების წარდგენა, რომელიც გამოფენის ფარგლებში არის, ასევე აქციები, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის მათ გააკეთეს, ეს არის ფასდაკლების აქციები, სხვადასხვა პირობები, გაუმჯობესებული პირობები, ამიტომ ვფიქრობ, რომ მხარებლებისთვის, ვინც გეგმავენ უძრავი ქონების შეძენას, ინვესტირებას, თქვა, ან არც გეგმავდნენ და შეიძლება ეხლა ამით დაინტერესდნენ, რომ ერთ სივრცეში ისინი ნახავენ წამყვან ქართულ კომპანიებს. საკმაოდ კარგი არის, რა თქმა უნდა, ურთიერთობების დასამყარებლად. წელს ველოდებით საკმაოდ ბევრ უცხოელ პარტნიორსაც, რომლებთანაც დავამყარებთ საკმაოდ კარგ კავშირებს, ესე ვთქვათ, და გავალთ უკვე იმ ბაზრებზე, რომლებიც აქამდე არ იყო ჩვენთვის, ვთქვათ, მისაწვდომი. გაყიდვების ტემპი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს, ვინაიდან აი ხა მაგალითად მიმდინარე პროექტშიც კი ორთაჭალის მიმდინარე პროექტშიც, რომელიც გაყიდვებით დავიწყეთ აგვისტოში, დაახლოებით 70%-მდე უკვე გაყიდული გვაქვს. ბევრი უცხოელი ინვესტორი გვყავს საკმაოდ, თუმცა ბევრი ქართველი ემიგრანტების წილი არის საკმაოდ დიდი ასევე ჩვენს პროექტებში. გაყიდვების ასოციაციამ მორიგი ბიზნეს გამოფენა გამართა. ღონისძიება სახელწოდებით ადამიანები ბიზნესის უკან. ამჯერად სასტუმრო პულმანში იყო წარმოდგენილი, ადგილზე კი 50-ზე მეტი კომპანია იყო შეკრებილი, რომლებმაც პოტენციურ პარტნიორებთან თუ მომხმარებლებთან საქმიანი კავშირები დაამყარეს. ღონისძიებაზე B2B შეხვედრების დაიგეგმა, უფრო ცლად ღონისძიების შესახებ სიუჟეტში გიყვებით. გაყიდვების ასოციაციამ თბილისში ბიზნეს გამოფენა ადამიანები ბიზნესის უკან გამართა. პულმან თბილისი აქსის თაუერში 50-ზე მეტი კომპანია შეიკრიბა. ღონისძიებაზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი კომპანიები ქართული ბაზრისთვის გაეცნოთ და ის შეთავაზებები თუ გამოცდილება წარმოეჩინათ, რომელსაც მომხმარებელს აწვდიან. ადამიანები ბიზნესის უკან დღეს 4 დეკემბერს იმართება და უკვე მეოთხეთ იმართება, არის ძალიან წარმატებული გამოფენა და შოუ. ესე დავარქმევდი, 60-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას. ძირითადი მიზანი არის, რომ ბიზნესებს ხელი შეუწყოთ განვითარებაში, გაყიდვების ზრდაში და კიდევ უფრო წინსვლაში. ველოდებით 3000-მდე სტუმარს არის უამრავი საჩუქარი, პრიზი, გათამაშება და ყოველ წელს ესეთ ზეიმს უწყობთ ხოლმე ადამიანებს, ვინც ბიზნესში არის ჩართული. ჩვენ დაარსების დღიდან ვართ გაყიდვების ასოციაციის წევრი კომპანია და უკვე მეოთხე წელია გამოფენა ადამიანები ბიზნესის უკან ტარდება ჩვენი გენერალური სპონსორობით, რაც ძალიან გვახარებს, ვინაიდან მსგავსი ტიპის ღონისძიებების მხარდაჭერა, როგორც ჩვენი სტრატეგიული მიზნებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ხელს უწყობს ზოგადად მნიშვნელოვანი სფეროების პოპულარიზაციას ბიზნესის მიმართულებით და ასევე მათ შორის ბიზნეს სექტორის გაძლიერებას. გასული წლის ღონისძიებებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ნაყოფიერი და ეფექტური გამოვიდა, გავიცანით ბევრი საინტერესო ადამიანი. დღესაც მე პირადად დაახლოებით 3-4 შეხვედრა მოგჩანიშნული და ველოდები დიდი ინტერესით როგორ გამოვა.
გამოფენასთან ერთად ღონისძიებამ B2B შეხვედრები გააერთიანა, რომლის ფარგლებში სპეციალური სივრცეები გამოიყო, სადაც კომპანიებმა პოტენციურ პარტნიორებთან პირდაპირ მოლაპარაკებები აწარმოეს. როგორც გაყიდვების ასოციაციის წევრი კომპანიები აცხადებენ, აღნიშნული ღონისძიება არის უნიკალური შანსი დაამყარონ საქმიანი კავშირები და კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს მისვდნენ. ესეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ განვითარდეს ბიზნესი, დაინერგოს ახალ-ახალი სერვისები და მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო სერვისი, იყოს კონკურენცია, შევიძინოთ როგორც აღნიშნე ახალი პარტნიორები და ბაზარზე ვიყოთ წარმატებული. გაყიდვების ასოციაციის წევრი ვარ დაარსების დღიდან, რომელსაც ფაქტიურად ერთად ყველა პროცესში მონაწილეები ვართ, რაც შეიძლება რომ აბსოლუტურად მიიღოს მონაწილეობა წევრმა და ეს ყველაფერი ერთმანეთს აძლიერებს, როგორც ასოციაციას ჩვენი ერთად ყოფნა აძლიერებს, ასევე ჩვენ თითოეულ პარტნიორს გვაძლიერებს და ვიღებთ ახალ-ახალ შესაძლებლობებს. გამოფენაზე უკვე მესამედ ვიღებთ მონაწილეობას. ეს გამოფენა გვაძლევს ახალ კონტაქტებს, ვამყარებთ ახალ ურთიერთობებს და ვიძენთ ახალ მომხმარებლებს. საკმაოდ ნაყოფიერია ჩემთვის პირადად ეს გამოფენა და კიდევ ვაპირებ, რომ მომავალ წელს კიდევ და კიდევ მივიღო მონაწილეობა. ასოციაციაში უკვე მესამე წელია რაც ვარ ჩართული. მთელი წლის განმავლობაში ასოციაცია გვთავაზობს სხვადასხვა აქტივობებს და თითქმის ყველა აქტივობაში ვარ ჩართული. გაყიდვების ასოციაცია მუდმივად ცდილობს წევრ კომპანიებს ახალი შესაძლებლობები მისცეს. გაერთიანების ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ბიზნეს გამოფენა საქართველოს საზღვრებსაც გასცა. მიმდინარე წელს გაყიდვების ასოციაციამ პირველ საერთაშორისო ბიზნეს გამოფენას უზბეკეთში უმასპინძლა, რომელშიც 50-მდე ქართული კომპანია ჩართო. გამოფენაზე ქართულ ბიზნესებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია და მომსახურება საერთაშორისო ბაზრებისთვის წარედგინათ. ადგილზე კი ინვესტორებსა და სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვედროდნენ. ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა, ამას შედეგებიც ადასტურებს. არაერთ ქართულ ბიზნესს უზბეკეთის ბაზრის კარი სწორედ გაყიდვების ასოციაციის ინიციატივამ გაუხსნა. უზბეკეთის გამოფენა პირველად გავაკეთეთ წელს 8-9 ოქტომბერს იყო. დაახლოებით 2000-მდე სტუმარი იყო თვითონ უზბეკეთის ეკოსისტემიდან, ბიზნეს ეკოსისტემიდან მოსული. ჩვენი მხრიდან 40-ზე მეტი კომპანია ყავდა წაყვანილი და საკმაოდ დიდი უკავშირი მივიღეთ დადებითი და რამოდენიმე კომპანია დარჩა კიდევაც გახსნეს თავიანთი წარმომადგენლობები და ასევე მომავალ წელს არის ძალიან დიდი მოთხოვნა რომ გავაგრძელოთ და ამიტომ უკვე დავიწყეთ პრისეილი, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ისევ ადგილებში შეზღუდულები ვართ და შესაბამისად პირველი მსურველები ვინც იქნებიან, მათ ექნებათ შესაძლებლობა რომ მომავალ წელსაც შემოგვიერთდნენ და გამოფენაში მიიღონ მონაწილეობა ტაშკენტში. ისიც ჩატარდება ოქტომბრის დასაწყისში. გაყიდვების ასოციაცია 130-მდე წევრს აერთიანებს და მათი რაოდენობა მზარდია. ასოციაციის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს წევრ კომპანიებს როგორც გაყიდვების ზრდაში, ამასთან სერვისის ეფექტიანად რეალიზაციაში. გაყიდვების ასოციაცია წლის განმავლობაში წევრებისთვის არაერთ ინიციატივას ახორციელებს, პროექტებს, რომელიც რეალურ, ღირებულ შედეგებს იძლევა. გაყიდვების ასოციაციამ თბილისში ბიზნეს გამოფენა ადამიანები ბიზნესის უკან გამართა. პულმან თბილისი აქსის თაუერში 50-ზე მეტი კომპანია. Warner Brothers Discovery-ს მფლობელი ამერიკული Netflix-ი $72 მილიარდ გახდა. Warner Brothers Discovery-ს საბაზრო შეფასება 61 მილიარდს შეადგენდა, ხოლო Netflix-ის კაპიტალიზაცია $427 მილიარდიან ნიშნულზე იყო, რაც ამერიკულ გიგანტს აძლევდა საშუალებას, რომ ისტორიული მოთამაშე გამოესყიდა და შეერთებინა. ტრამპის ადმინისტრაცია ლტოლვილებისათვის თავშესაფრის მქონე პირებისა და შტატებში სამართლებრივი დაცვის მქონე სხვა იმიგრანტებისათვის მუშაობის ნებართვის მოქმედების ვადას შეამცირებს, რაც საიმიგრაციო პროცედურების გასამკაცრებლად მთავრობის გადადგმული უახლესი ნაბიჯია. ბრიტანული მედია The Times-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ქვეყანაში არსებული გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადასაცემად მზად არის. საუბარია 8 მილიარდ ფუნტ გირვანქა სტერლინგზე, ანუ 10 მილიარდ 600 მილიონ დოლარზე, რომელიც ომში მყოფი მოკავშირის თავდაცვითი საჭიროებების და პოსტსაომარი რეკონსტრუქციის პროექტებისთვის უნდა დაიხარჯოს. 10 წამყვანი ევროპული ბანკი, მათ შორის ING, Unicredit, Raiffeisen Bank და BNP Paribas ოფიციალურად აფუძნებენ ახალ ერთობლივ კომპანიას, რომლის სახელიც იქნება Kivali. კომპანია ამსტერდამშია ბაზირებული და მისი მთავარი მიზანი ევროზე მიბმული სტეიბლკოინის შექმნა და გამოშვებაა. კომპანია სვანიცის ზეთისხილი ექსპორტის გაფართოებას და მილიონობით ხის დარგვას გეკმავს, როგორც კომპანიის დამფუძნებელი
გიორგი სვანიძე BMG-სთან ამბობს, კახეთში დედოფლის წყაროში ზეთისხილის გადამუშავებელი ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხის ზეთსაწარმოებს, რაზეც მაღალი მოთხოვნა როგორც ადგილობრივი დისტრიბუტორების, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მისი თქმით, კომპანიას ამბიციური სამომავლო გეგმებიც აქვს, რაც უპირველეს ყოვლისა პლანტაციების გაფართოებას გულისხმობს. მთავარი მიზანი საქართველოში მილიონობით ახალი ზეთისხილის ხის დარგვა. პლანტაციების ზრდამ თავის მხრივ გაზრდის ნედლეული რაოდენობას, რაც საშუალებას მისცემს საწარმოს, გაზარდოს წარმოება და დაიკავოს უფრო დიდი წილი, როგორც შიდა ბაზარზე, ისე გააფართოოს საექსპორტო არეალი. ექსპორტზე მოთხოვნა და თვითონ დისტრიბუტორების მოთხოვნა ძალიან დიდია. მე ვფიქრობ, როგორც ეს საწარმო, როგორც საქართველოს, ასე ექსპორტს მოემსახურება. ბევრ თვითონ ფერმერებს, ადგილობრივ ფერმერებს დედოფლის წყაროს და ამ კახეთის რეგიონში, ვისაც დარგული აქვს ზეთისხილის პლანტაციები, შეძლებენ ყველა მოვიდნენ და სეზონზე ჩაგვაბარონ. ჩვენ გეგმავთ ახლა დავრგოთ კიდევ და გავზარდოთ პლანტაციები. ჩვენი სურვილია საქართველოში დაერგოს მილიონობით ზეთისხილის ხე. მოვამზადოთ, რა თქმა უნდა, ამ რაც უფრო მეტი იქნება პლანტაციები, მით უფრო მეტი იქნება შემოსავალი. კიდევ გეგმავთ კიდევ შემდგომი გადიდებას, როგორც ქარხნის, ასევე შიდა ბაზარზე, შიდა ბაზრის მოცულობის უფრო მეტ პროცენტულობის დაკავებას და აგრეთვე ექსპორტის სხვადასხვა ქვეყნებზე, როგორც არის თქვა საუდი არაბეთი, მიდლ ისტში, დუბაი, აბუ-დაბი, ბაჰრეინი ამ ქვეყნებში, აგრეთვე ევროპასა და სხვადასხვა მიმართულებით. მომავალ წელს ყურძენი, რომელიც 17%-ზე დაბალი შაქრიანობის იქნება, გაცილებით დაბალ ფასად ჩაბარდება. ღვინის ეროვნული სააგენტო 2026 წლის რთველისთვის ახალ ფასებს აანონსებს. ლევან მეხუზლას ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ ამ წლის რთველის დროს ორი განსხვავებული ფასი იყო, მევენახეთა ნაწილმა აქცენტი რაოდენობაზე გააკეთა და იყო შემთხვევები, როდესაც ბარდებოდა ძალიან დაბალ კონდიცირებული ყურძენი, მაგალითად 15-16%-იანი შაქრიანობის, რომელიც სპირტის დასამზადებლადაც მიუღებელია. ამას გარდა მთავრობას სურს ვენახის გაშენებაც გაკონტროლდეს, რისთვისაც ვაზის და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ახალი რეგულაცია მათ შორის ითვალისწინებს მომავალი წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას. ღვინის გლობალურ ბაზართან შედარებით იკლო მოხმარება, მსოფლიო მასშტაბით ძაფრი კონკურენცია და ჭარბწარმოება. ამიტომ ვფიქრობთ, ვენახების სპონტანური გაშენება, რაც ბოლო 10 წლებში იყო, უნდა დარეგულირდეს. აქცენტი უნდა გაკეთდეს საბოლოოდ მიღებული პროდუქტის ღვინის ხარისხზე, ამბობს მეხუზლა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბერმელი მიკრობანკის ლიცენზიის აღებას გეგმავს. ეს ბერმელის დირექტორის მოადგილემ ადამიანურ რესურსებში, PR მარკეტინგსა და იურიდიულ საკითხებში ინგა გორგაძემ საქმიანი დილას ეთერში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ლიცენზიის აღება უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს და აღნიშნავს, რომ საფინანსო ორგანიზაციას აქვს ამბიცია იყოს არა მხოლოდ ფინანსური ორგანიზაცია, არამედ მომხმარებლებისათვის საიმედო პარტნიორი. დღეისთვის საქართველოში მიკრობანკის ლიცენზიას ორი ორგანიზაცია ფლობს, ეს არის კრისტალი და MBC. მიკრობანკები კოოპერირებენ ბაზარზე, იღებენ დეპოზიტებს და აქვთ უფლება ერთ მსესხებელზე ან ურთიერთ გადაკვეთაში არსებულ მსესხებელთა ჯგუფზე 1 მილიონი ლარის სესხი გასცენ. ბოლო პერიოდში საბანკო სექტორმაც უკვე აქტიურად დაიწყო იმ ბაზრის ათვისება, რომელზეც მიკროსაფინანსოები აქტიურად მუშაობდით. კი ბატონო, და უმიმდენად ამარტივებს უკვე მის პოლიტიკა პროცედურას, რომ იჭრება ჩვენს ბაზარზეც. ნუ რა თქმა უნდა, ბაზარს საზღვრები არ აქვს, ესე რომ ვთქვათ, ანუ არ ვაკეთებ აქცენტს, უბრალოდ ვსაუბრობ იმას, რომ საკმაოდ გარდა საკანონმდებლო ჩარჩოში, საკმაოდ ძალიან კონკურენტულ გარემოში გვიწევს მუშაობა. ჩვენი მიზანი არის სოციალურ და ეკონომიკურ ამოცანების ერთმანეთთან უფრო მეტად დაახლოება, ჩვენ სფეროში არსებული ტექნოლოგიური რესურსების უფრო მეტად ათვისება, რა თქმა უნდა, მიკრობანკის სტატუსის აღებასაც გეგმავთ უახლოეს პერიოდში და აგრეთვე გვაქვს ამბიცია, დასაწყისშიც აღნიშნე, რომ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა მივცეთ მომხმარებელს და ვიყოთ არა მხოლოდ ფინანსური ორგანიზაცია, არამედ ვიყოთ მომხმარებლის საიმედო პარტნიორი. 2025 წელს უნივერსიტეტების მიხედვით ყველაზე მეტი გრანტის მქონე სტუდენტი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებშია ჩარიცხული. მათი რაოდენობა 4724 იყო. მისაღები ყოველწლიური საგრანტო დაფინანსება კი 7.100.000 ლარი. შესაბამისად, მიმდინარე სასწავლო წელს საგრანტო სისტემის ფარგლებში გასაცემი თანხის 66% სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიიმართება. კერძო უმაღლეს სასწავლებლებში კი 2594 სტუდენტმა მოიპოვა გრანტი. მათი საგრანტო დაფინანსება 3.700.000
ლარი იყო და 11 მილიონიანი ჩამური საგრანტო ფონდის 34%-იან წილს ნიშნავს. სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის საგრანტო დაფინანსებით ყველაზე მეტმა სტუდენტმა წელს თსუ-ში ჩააბარა. მათი რაოდენობა 2325 იყო. საგრანტო დაფინანსება კი 3,5 მილიონი ლარი. მეორე პოზიციაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია 675 სტუდენტით, მესამეზე ტექნიკური უნივერსიტეტი 468 სტუდენტით. რაც შეეხება კერძო უმაღლეს სასწავლებლებს, აქ მიღებული თანხით პირველ ადგილზე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტია, რომლის 574-მა პირველ კურსელმა სტუდენტმაც სახელმწიფო გრანტი მიიღო. ჯამური თანხა 1 მილიონ ლარს შეადგენს. თანხობრივად მეორე ადგილზე ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტია BTU, რომლის 648 სტუდენტმაც ჯამში 819,000 ლარის დაფინანსება მოიპოვა. მესამე ადგილს კავკასიის უნივერსიტეტი იკავებს 480-მა პირველ კურსელმა 657,000 ლარის საგრანტო დაფინანსება მიიღო. მომავალი წლიდან კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფო გრანტებს ვეღარ მიიღებენ. სახელმწიფო უნივერსიტეტებში კი ვინც ჩაირიცხება, ყველა უფასოდ ისწავლის. შესაბამისად არსებული საგრანტო სისტემა აღარ იქნება. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც გიორგი თოლოდავა და ბექა კაციკაძე გაუძღობიან. ჩვენ ორშაბათს შეხვდებით ერთმანეთს BMG TV-ს ეთერში საღამოს 7 საათზე დროებით.